ნიკა გვარამიასთან, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძესა და გივით არგამაძესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას მიმართავს. დია წულუკიანის განცხადებით საგამოძიებო უწყებაში შესაბამისი დოკუმენტები უკვე გაიგზავნა. ჩვენი კომისია აგრძელებს მუშაობას საჯარო სხდომის ფორმატში. ვიდრე შეუდგებოდით მუშაობას და ამირან ბუტა-რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე ვიმსჯელებთ. სამი პროცედურული საკითხი გვაქვს. დღეს ჩვენს ხდომა უნდა გაგვეხსნა ბატონი ნიკა გვარამიას მოსმენით. 10 საათზე გახდათ ის დაბარებული, თუმცა ის არ გამოცხადდა, ასევე საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ არაპირებს კომისიაზე გამოცხადებას. კომისიის წევრებსა და საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ მასთან მიმართებაში შეტყობინების ოფიციალური პროცედურა წარიმართა კანონით დადგენილი წესით. მან თავადვე დაადასტურა, რომ მისთვის აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ დღეს 8 აპრილს 10 საათზე უნდა გამოცხადებულიყო კომისიის წინაშე და სახეზეა მისი გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ არ მოსულიყო სხდომაზე. შესაბამისად, გთავაზობთ დავაყენოთ კენჭისყრაზე საკითხი ნიკა გვარამიას საქმის საქართველოს პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ, ვინ არის მომხრე. სამდივნოს ვთხოვ, რომ დღის ბოლომდე სხდომის დასრულებამდე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული დოკუმენტები შეკრიბოს და დადგენილი წესით მოამზადოს მისი საქმე პროკურატურაში გადასაგზავნად. ჩვენ გვაქვს წინა კვირიდან დარჩენილი საკითხი, რომელიც ეხება გივით არგამაძეს. ბატონი გივის შემთხვევაში ფელდეგერი ბრძანდებოდა მის საცხოვრებელ მისამართზე, პირადად ჩაიბარა მან შეტყობინება და შემდეგ ასევე საჯაროდ, როგორც სხვა პირებმა, განაცხადა, რომ ის არაპირებს კომისიაზე მოსვლას და 3 აპრილს, როცა ის იყო დაბარებული, ჩვენ ყველამ ერთად ნახეთ, რომ რეალურადაც არ გამოცხადდა. აქაც შეტყობინების პროცედურა კანონით დადგენილი წესით დასრულყოფილად არის დასრულებული და კომისიის წევრებს ვთავაზობ, რომ კენჭი უყაროთ გივით არგამაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხს, ვინ არის მომხრე. გივით არგამაძის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, ვინაიდან 3 აპრილის სხდომის საკითხია, სამდივნოს უკვე მზად აქვს, ამიტომ უკვე კენჭისყრის დასრულებისთანავე სამდივნოს შეუძლია, რომ გადააგზავნოს ის მომდევნო საათის განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში. ასევე ჩვენ დღევანდელ სხდომაზე 11 საათზე ველოდით ბატონ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს. შეტყობინების პროცედურა აქაც არის დასრულებული და მან გუშინ როგორც სამდივნო გვატყობინებს ოფიციალურად მოიწერა სამდივნოს ოფიციალური არხებით საყვედური, რომ ვაწუხებთ მას, იმიტომ რომ მან ბევრჯერ განაცხადა, რომ ის არაპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც მომავალში. შესაბამისად, აქაც შეტყობინების პროცედურა დასრულებულია და ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს, რომ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის საქმეც გადაეგზავნოს შემდგომი სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირებისათვის საქართველოს პროკურატურას, ვინ არის მომხრე. ამ საკითხზე სამდივნოს დაევალოს, რომ სხდომის დასრულებამდე ყველა მტკიცებულება და დოკუმენტაცია შეკრიბოს და ის დღის ბოლომდე გადაეგზავნება საქართველოს პროკურატურას. შესაბამისად, დღეს პროკურატურის წინაშე იგზავნება გივით არგამაძის, ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.